ვისაც ახსოვს წინა პერიოდებში ამეზოს მდგომარეობა ეხტებით რომ აქ სამუშაოებს ვატარებ. ზოგადად მთელი ღობეები სურათი მქონდა შემორაგული. მამას უყვარდა ძალიან სურო, აი აქეთ ნახეთ ჩვენს აგარაკზე ცოლ სუროშია სახლი. აქეთაც ყველგან სუროა. რა თქმა უნდა მეზობლებთან შეთანხმებით იყო საქმე ისე რომ იქეთა სახლი გაიყიდა რამდენიმე წლის წინ და მეზობლებმა აღარ მოინდომეს ეს სუროს ღობე, როდესაც ისინი ახალ ღობეს აკეთებდნენ. რაღაც მე არ ვიყავი ჩართული, მოხსნეს ეს სუროები და როგორც ჩანს ხელოსნებმა გადმოყარეს აქეთ და ეს სუროები გადმოიზარდა და აი აქ მთლიანად ფესვები ქონდა გადგმული. აი აქ ერთი ნაწილი კედლის კიდევ ღობის მოხსენით და რა თქმა უნდა ჩემი ნებართვით იქეთ მოხსნეს და ამოაშენეს, მინდოდათ ბეტონის ღობე. ამას მე არ დავთანხმდი, იმიტომ რომ სიმწვანის ყურება მერჩია. მოკლედ რაღაც ტიპის ღობე გააკეთეს თავის მხარეს, მაგრამ შედეგი ჩემთვის იყო ის, რომ ეს სუროები წამოვიდა ჩემკენ და გაერთხა მიწას. დავიწყე ამათი აკრეფა და ნელ-ნელა ღობეზე ისე ვაყვანა. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ალბათ ყველა დამეთანხმებით ნებისმიერი მოწყობის ადამიანი და განსაკუთრებით ვინც იცით, როგორი დამოკიდებულება მაქვს მე ზოგადად მიწასთან და როგორ მიყვარს მიწასთან მუშაობა. ეხლა მთელ ამ ამბავს რატო ვწერ? ალბათ არავის აინტერესებს ჩემი ეზოს მდგომარეობა. საქმე ის გახლავთ მეგობრებო, რომ მთელი 2 წელი მოკლედ ეს სუროები ასე იზრდებოდა თავის ჭკუაზე და ძალიანაც მომწონდა. ზემოდან ვუყურებდი და ეს სუროებით დაღარული თუ რა ვიცი გადაბარძნილი ეზო რაღაცნაირად მსიამოვნებდა. ეხლა საქმე რაშია? ჩემი ტრანზიტული სატურნი მიადგა მესამე სახლის კუსპიც. თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ და არ არის პრობლემა რას აკეთებს ტრანზიტული სატურნი სახლებში. ტრანზიტული სატურნი და ამას მე ახლა აღარ მოგიყვებით, მხოლოდ მინდა უბრალოდ აი ამ ერთ მცირე ნიუანსზე გავამახვილო ყურადღება, რომ რადგან მესამე სახლი არის ის, რაც არის ჩვენი სახლის კარის იქეთ და მათ შორის ეზოა, აი ნახეთ ჩემი ვარდები, მცირე ნაწილი დავკრიფე, ესენი კიდე ამოვლენ და ჩავდე აივანში, აივანზე ლარნაკში. ეზოს მოწესრიგება ჯერთი ფიზიკური მოთხოვნაა და რაც გაუცნობიერებელი და მეორე ძალიან კარგად მუშავდება და ის ბოროტებები ბრწყალებში რაც შეიძლება სატურნმა მოიტანოს მესამე სახლში, ვთქვათ კონტაქტების დაკარგვა, პრობლემების შექმნა ლოჯისტიკაში ან რაღაც მსგავსი შესაძლოა ამით გაანეიტრალოთ და რატომ არ უნდა დაამუშავოთ ჰარმონიულად და უკეთესად სატურნი და რატომ არ უნდა გააკეთოთ ის, რასაც გთხოვთ. მართალი გითხრათ, მე რუკაში არ ჩამიხედავს, ზოგადად სატურნი ჩემს რუკაში საკმაოდ გამოკვეთილია და სხვათა შორის როცა მზეზე გადიოდა სატურნი უფრო გონივრულ ასაკში ვიყავი უკვე მაშინ, ეს იყო სადღაც აღარ მახსოვს ზუსტად რამდენი წლის წინ, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ნებაყოფლობით ვარჯიშობდი, არ მიყვარს ვარჯიში. და დავრბავდი, ვიყავი დიეტაზე, ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩავდექი სხვათა შორის, მაგრამ ტრანზიტმა გაიარა და ისევ დავანებე თავი ვარჯიშს. ყველაზე ძალიან რაც არ მიყვარს ვარჯიშია და ასევე არ მიყვარს მიწასთან მუშაობა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ შემიძლია ყვავილის გადარგვა. და ჩემი დამავალი კვანძი კუროში გამოიხატება მხოლოდ იმის, რომ ძალიან მიყვარს ამოწევა ტახტზე და ტკბილეული. აი ამით მანებივრებს ასე ვთქვათ კურო და ეს ამბები მოაქვს ჩემთვის, სხვა არაფერი. მიწასთან მუშაობისგან ვარ ძალიან შორს. ვიდეოს საფინალო ნაწილში ესეთი ხმა შემოვიდა, რომ გადავწყვიტე თავიდან ჩამეწერა და ძალიან კარგი ფეფა შემოვიდა კადრში. ფეფუნა ეს არ არის ჩემი მე-6 სახლის, ეს მე-5 სახლისა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ესეც ტყემალია ჩემი ეზოსი და ვარდები. აი წაღან განახეთ ნაწილი, მოკლედ იმის თქმა მინდა მეგობრებო, აი ფეფოს და ვარდების ფონზე გეტყვით ბოლოს, რომ თუ თქვენს რუკებშიც
სატურნი არის მისკუპებული მესამე სახლის კუსპითთან, ჩემთან ზუსტად აი კუსპითთან არის 3 გრადუსიანი ორბისით არის დაშორებული. დაფიქრდით, იქნებ რამე სასარგებლო რამის გაკეთება შეგიძლიათ, თუ ეზოში არა. შვებულებები შეიძლება გქონდეთ, აი ადრე კამანდიროვკებს რო ეძახდნენ, რა ქვია, მივლინებები, ოღონდ საქმიანი მივლინებები, მათ შორის შეიძლება უცხოეთშიც კი ახლო გარემოა, მაგრამ ასპექტებს აკეთებს მე-9 და მე-12 სახლთან. ასევე ახლობლებთან კომუნიკაციებში იმისთვის, რომ თქვენ არ დაგეძაბოთ ურთიერთობა, იქნებ გადახედოთ, იქნებ დაიწყოთ ნასწავლის გამეორებას მე უფრო გირჩევდით და არა ახალი ვთქვათ კურსების აღებას, იმიტომ რომ სატურნი მაინც ამგვარ აი კურსებს და ონლაინ სწავლებას ცოტათი ზღუდავს მესამე სახლში, მაგრამ რაც იცით ის განამტკიცეთ. რა ვიცი ხა მე თავიდან თუ დავიწყებ ასტროლოგიის სწავლას პრინციპში, ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში და მოკლედ ბევრი სასარგებლო რამ შეიძლება მოიტანოს მესამე სახლის სატურნმა და რა თქმა უნდა ეზოს მოწესრიგება. სამსახურის ეზოებით შეიძლება მოაწესრიგოთ. ეს კაი იდეა მომევიდა. ახლა სამსახურში მივალ ხვალ და გამოვაცხადებ, რომ თეატრის ეზოც მოდი დავალაგოთ, შაბათობა მოვაწყოთ. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მისმენდით, ვინც მილაიქებთ, დიდი რაოდენობით არ ახართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თქვენი რაოდენობა გაიზრდება. მგონია, რომ უინტერესო კონტენტს არ ვაკეთებ და კარგი იქნება თუ გამოიწერთ არხს და გადააზიარებთ ვიდეოს. უღრმესი მადლობა.